ეს ბრძოლა მეტია ვიდრე უბრალოდ ტრილოგია. 65 კილოგრამის ყოფილი და მოქმედი ჩემპიონები რინგს გრან-პრის ფინალში გაიზიარებენ. იანქოშვილი ტყვია გაუმტარია, მაგრამ 21-ში დარწმუნებული ვარ, რომ მიზანში მოვატყო. ეს იქნება ბრძოლა, რომელიც გამას მაყურებელს ამუდამოდ ემოხსოვნება. ისტორია, რომელიც 3 წლის წინ დაიწყო, სარეიტინგო ბრძოლა, სატიტულო ბრძოლა და ახლა უკვე გრან-პრის ფინალი. ბაქარ სადისტი გელენიძე, ლევან ტყვია გაუმტარი იანქოშვილის წინააღმდეგ. ყველას ვისაც ჩემ გამარჯვებებში ეჭვიეპარებოდა, ყველას დაუმტკიცე, რომ ეს საუკეთესო ვარ და ესე იქნება რამდენი ხანიც მე მომიდები. გრან-პრის დამთავრების შემდეგ საჩემპიონო გამარჯვებას შეუტევ. იმენა ყველა მაგრისკაცთან გათრიე, ბიჭო. ყველგან და ეს კამარი შენი არ არის. შენი არ არის, ბიჭო. ჩემპიონი ხარ და ერთ ჩემპიონი. ეს მე დაკამარცხო, ბიჭო. ვინ დაეუფლება 25,000 ლარსა და წონის საუკეთესო მებრძოლის სტატუსს? მე ვარ პირველი გრან-პრის ჩემპიონი, ვარ ქამრის ფლობელი და ეხა 21-ში მაქვს მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩემთვის, ყველა ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეხლა ვჩხუბობ ლევან იანქოშვილთან, ტყვია გაუმტართან და ყველა მიცით რომ მაგარი ბიჭია, დაუმარცხებელი ბიჭია და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა არის 21-ში, ასე რომ გამას მაყურებლებს და მთლიანად საქართველოს საზოგადოებას მე ვანახებ ისეთ ბრძოლას, მე და იანქოშვილი, რომელიც გამას ისტორიაში ჯერ არ ყოფილა და კვირდებით იქნება სისხლიანი ბრძოლა და იქნება ძალიან მაგარი ბრძოლა. ეს იქნება 5 რაუნდი შიშველმუშტებზე. შიშველმუშტებზე ბრძოლა არის წარმოუდგენლად რთული, იმიტომ რომ ხელი ზიანი, სახი ზიანი, ორმაგად აზიანებს კანს, სახეს, ასე რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება. და იქნება ბევრი სისხლი. სანამ გრან-პრამდე მივიდოდი, მე გავიარე ძალიან რთული გზა. ერთ დღეს ვიჩხუბე 2 ბრძოლა შიშველმუშტებზე, ეს იყო ძალიან რთული ჩემთვის. ხელი დავიზიანე შემდეგ, მაგრამ კურნალობა გავიარე და ასე რომ ყველანაირი ძალები აღდგენილი მაქვს, ვარ ფორმის პიკში. ყველანაირად დატენილი ვარ, ყველანაირად მაგარ ფორმაში ვარ და ნუ როგორც ვახსენე რომ ჩემი ბრძოლები იყო ძალიან რთული, გრან-პრამდე ძალიან ბევრი ვიშრომე, ძალიან ბევრი ვივარჯიშე და ეს შრომა დარწმუნებული ვარ რომ ფუჭად არ ჩაივლის და მე გავაკეთებ გასაკეთებელს და ჩემი მიზანს მივაღწევ. სკანდალები, სანახაობრივი ბრძოლები და შთამბეჭდავი გამარჯვებები. ჯამში ჩატარებული 10 ბრძოლიდან ბაქარმა 4 ტიტულზე გამართა, ხოლო 4-იც გრან-პრიზე. გელენიძე გამას გრან-პრის პირველი ჩემპიონი გახლავთ. ჩემი ბაზა არის კიკბოქსინგი. ჩემი პირველი ბრძოლა დებიუტი ჩავატარე ლევან იანქოშვილთან და სამწუხაროდ გაუთვალისწინებელ შემთხვევების გამო დაუმარცხდი მოწინააღმდეგის არასწორი შეფასების გამო, ფორმის არ ყოფნის გამო. ეგ იყო ჩემი ერთადერთი მარცხი, ხოლო იმის შემდეგ ჩემი რეიტინგი არის 8-1-ზე, ანუ 8 მოგება და 1 წაგება მაქვს მხოლოდ ლევან იანქოშვილთან და ეხლა მაქვს შანსი იმისა, რომ ავიღო რევანში ღმერთის წყალობით. ლევან იანქოშვილის ბრძოლის შემდეგ, სადღაც 3 თვე დავისვენე და შემდეგ პირველი გრან-პრი ჩავატარე მე შიშველმუშტებზე და ერთ საღამოს ჩავატარე 2 ბრძოლა და მე ვიჩხუბე ზომბისთან და ელგუჯა გოგიასთან. რომელიც შემთხვევაშიც ორივე დავამარცხე და გავხდი პირველი გრან-პრის გამარჯვებული და ბეჭდის მფლობელი. მაგ გრან-პრის საღამო არ დამავიწყდება არასდროს, იმიტომ რომ პირველად გავხდი გრან-პრის ჩემპიონი და ჩემთვის ემოციური საღამო იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ საღამოს 2 ბრძოლის მოგება შიშველმუშტებზე იოლი არ არის, ასე რომ ანუ ჩემ ემოციებს ვერ გადმოვცემ, იმ საღამოს როგორი გახარებული ვიყავი და ღმერთის წყალობით მე შეძელი და გრან-პრის გამარჯვებული გავხდი და შემდეგ 60 კილოგრამში გამოვიწვიე პიტბული. იმ საღამოსვე გამოვიწვიე პიტბული, მაგრამ შემდეგ უკვე ჩვენი გზები დაიშალა, აირია, ასე რომ ვერ შევხვდით ერთმანეთს. მე 65-ში ავედი, 60-ში დარჩა, ასე რომ ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ
შემდეგ ეხა პიტბული პიქშია, ნუ რაღაცა მიზეზები, რაღაც ჩავარდნები ქონდა, ბრძოლები წააგო, მაგრამ ბოლო ბრძოლა ისეთი ჩაატარა, ჩემპიონს მოუგო ზომბის, ასე რომ ვფიქრობ ამ გრან-პრის წარმატებით დასრულების შემდეგ ვფიქრობ 60 კილოში ჩავიდე, იმიტომ რომ 65 კილო ჩემი წონა არ არის, იმიტომ რომ 65 კილოში მეკლება არ მიწევს არანაირად და ნუ ჩემი ფიქრებია რომ მე გავხდე ორი დივიზიონის ჩემპიონი, 65 კილოში თავისთავად ჩემპიონი ვარ და 60 კილოში საომავლოდ ვფიქრობ რომ ჩავიდე და ვეჩხუბე ჩემპიონს. ტყვია გაუმტარმა გრან-პრის ყველა ბრძოლა საკმაოდ სანახაობრივად ზედმეტი კითხვების გარეშე მოიგო. მოახლოვდა გრან-პრის ფინალი. ამ ბრძოლისთვის საკმაოდ მომიმზადე მენტალურად, ფიზიკურად, ბევრს ვარჯიშობდი. ნუ ასე რომ ვთქვათ, ვარჯიში ჩემი განუყოფელი ნაწილია და ხშირ დროს დარბაზში ვატარებ. ეხლა ვართ ჩემ უბანში, ორთაჭალაში. ამ ადგილას საკმაოდ ხშირად ამოვდივარ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხედი არის. აქვე არის ეკლესია მონასტერი და აქაურად ასე რომ ვთქვათ, სულიერად ძალიან მშვიდდები აქ ყოფნის დროს. დიდი ფინალების დროს ხშირ შემთხვევაში მენტალური მზადება უფრო დიდ როლს ასრულებს სპორტსმენის ხასიათში, ვიდრე ფიზიკური მომზადება. ამ ბრძოლისთვის საკმაოდ კარგად ვარ მომზადებული, როგორც შეიძლებოდა ვივარჯიშე და ყველანაირად მზად ვარ ამ ბრძოლისთვის, რაც შედეგს გვაჩვენებს. ბრძოლის შემდეგ არ მექნება ის განცდა, რომ რამე დავაკელი ან მომზადებას, ან თვითონ ბრძოლის დროს მე ვიქნები სრულად მაყოფილი შედეგი როგორც არ უნდა იყოს, რადგან ეს ბრძოლაა და ბრძოლის ბედმა გადაწყვეტოს და ვინ იქნება უფრო ძლიერი. ლევან იანქოშვილს ორგანიზაციაში ყველაზე შთამბეჭდავი რეკორდი აქვს. 7 მოგება, არც ერთი მარცხი და 1 ფრე. მოგეხსენებათ, ვიყავით 65 კილოგრამის ჩემპიონი. ორგანიზაციიდან წასვლის გამო ჩამომერთვა ქამარი და ეს ქამარი ბაქართანაც მაქვს დაცული. ჩვენ ვიბრძვით მე-13 ამჯერად გრან-პრის ფინალში. გრან-პრის ფინალამდე საკმაოდ საინტერესო მეტოქეები მყავდა, განსხვავებული სტილისტიკით, ყველა თავისებური ხასიათით, ძალიან კარგი ბრძოლები გამოგვივიდა. და ეხლა ფინალში კიდევ უფრო მაგარი ბრძოლა იქნება ჩემი და ბაქარის წინააღმდეგ, ჩემი და ბაქარის შორის. იმიტომ რომ ჩვენ ორჯერ რინგი გავიზიარეთ და ეხლა მე-13 ვიზიარებთ. აქამდე მოვიდი საკმაოდ თავისუფლად, ვებრძოდი ძალიან მშვიდად. მაინც შიშველი ხელი არის და ხელის ტრამვის არბათობა დიდი არის. და ეხლა კიდე რახან ფინალში ვართ და უკან გზა აღარ არის, ასე რომ ვთქვათ, დასახევიც დასაკარგის უკვე თითქმის აღარაფერი არ არის. ვეცდები რომ მაქსიმალურად კარგი სანახაობა შემოგთავაზოთ და აი რაც შეეხება ჩხუბს, რა როგორ იქნება ვნახოთ. ბაქარ გელენიძის კარიერა რეზონანსული ბრძოლებით გამოირჩევა. აზრი არ აქვს, როგორ დასრულდება სადისტის ორთაბრძოლა. მეორე დღეს გულშემატკივრებში განხილვის საგანის სწორედ ეს დაპირისპირება ხდება. ეხლა რაც შეეხება ჩემ გამარჯვებებს მოყვებოდა რაღაც უარყოფითი კომენტარები ხალხის მიმართ და ჩემი ჰეითერების მიმართ. თუმცა მე დავამტკიცე რამაზანაშვილის პირველ ბრძოლაზე ხალხი ფიქრობდა რომ მე დავმარცხდი, მაგრამ ავიღე მალევე კიდევ მაგასთან რევანში და უდაოდ დავამარცხე. გარდა იმისა, რომ მე გრან-პრში მონაწილეობდი და გრან-პრში ვიღებდი მონაწილეობას, 2 მეტოქე ჩამეხსნა და რაგან 2 მეტოქე ჩამეხსნა შევთავაზე გამას, რომ ისევ დამნიშნოთ რამაზანაშვილთან ბრძოლა და დავამტკიცე ჩემი დასამტკიცებელი. იქ საზოგადოება ყველა გავაჩუმე მაგით. შემდეგ მაგის მერე ერთ დღეში ერთ შეჯიბრზე ავიღე 2 ბრძოლა შიშველმუშტებზე. ყველა წარმოუდგენელი საღამო იყო. შიშველმუშტებზე ვიჩხუბე 2 ბრძოლა ერთ ღამეში. ეს იყო რავი, წარმოუდგენელი რაღაცა და ამითაც ყველას პასუხი გავეცი და ეხლა რაც შეეხება 21-ს ვაპირებ იმას, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებდი. ბაქარმა რამაზანაშვილთან
ბოლო სატიტულო ბრძოლა გრან-პრის პარალელურად გამართა. ამან გამოიწვია მისი ჩამორჩენა ტურნირის მიმდინარეობასთან, რის გამოც ბაქარს ერთ ღამეში 2 ბრძოლის ჩატარება მოუწია. კვიჟინაძესთან ჩატარებული მძიმე დაპირისპირების შემდეგ სადისტი რინგზე ზომბის წინააღმდეგ გავიდა. ზომბის, რომელიც კრივითა და ტექნიკით საკუთარი თავის გაუმჯობესებული ვერსია იყო. ბაქარი შეიძლება გამაში ყველაზე გამოცდილი არის ამ ეტაპზე. მანუ ვინც გრან-პრიში იყო იმათთან. მაგრამ ასე რომ ავიღოთ, არც ზომბი არ არის ნაკლებად გამოცდილი. და გოჟანოვიც მოკრივე იყო რა და ასე თუ ისე იცის. და ვერ იტყვი რომ არ ქონდა ან გოჟანოვს ან ზომბის ფინალში გასვლის შანსი. ყველას ქონდა. იმიტომ რომ ჩხუბი არის და რო დაიწყება და რინგზე შეხვალ, არ იცი რა მოხდება. როგორ განვითარდება მოვლენები და ესე ადამიანზე თქვა რომ იცი, ეს ჩემ ფავორიტია, ამას შევხვდები ფინალში. მე ვიცი რომ ის მოახდენს, ფიზიკურად ვერ ექნები მასზე დარწმუნებული იმ ადამიანში. იმიტომ რომ დაპირისპირება არ იცი როგორ განვითარდება რა. ყველას აქვს ფინალში მოხვედრის შანსი. თავარია ვინ როგორ მოინდომებს და ვინ როგორ არის ამისთვის მზად. იანკოშულმა ქამარი თორნიკე სურმავას წინააღმდეგ მოიპოვა და შემდეგ ორჯერ დაიცვა. ტყვია გაუმდარმა ორგანიზაცია დროებით დატოვა, რის შემდეგაც პირდაპირ გრან-პრიზე დაბრუნდა. საქანური ბრძოლა ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ სურმავა იმ მომენტისთვის ჩემზე ბევრად გამოცდილი იყო გამაში. შიშველი მუშტებითაც ქონა ნაჩხუბი, გრან-პრისაც ქონა, გრან-პრიშიც ქონა მონაწილეობა მიღებული და ასე რომ ვთქვა, ჩემზე ბევრად გამოცდილი იყო გამაში. მაგრამ როგორც ასეთი ჩემ ტრენერთან ერთად, მიხეილ ბაგაშვილთან ერთად ავიღე ეს გამოწვევა და მოვემზადე მაქსიმალურად რა ამ ბრძოლისთვის. და დამთავრდა ჩემი გამარჯვებით. როდესაც პირველად დავიცავი ქამარი, სულაბერიძესთან ვიჩხუბე, ვენონთან. საკმაოდ მალე განვითარდა მოვლენები, უცებ შემომიტია და უცებ გაჩაღებულ ბრძოლაში გავიმარჯვე ნოკაუტით. საკმაოდ მალე მოხდა ეს ყველაფერი და ცოტა უცნაური იყო. ჩხუბისგან სიამოვნებას ვიღე მაშინ, როდესაც დიდი ხანი გრძელდება ბრძოლა. როდესაც არის მაგალითად დაგეგმილი 5 რაუნდი და თავდება 5 რაუნდი. იმიტომ რომ ბევრად სანახაობრივი არის, ბევრად მეტ ემოციას იწვევს და ბევრად საინტერესო არის რა, როგორც მაყურებლის თვალის, ისე შიგნით რინგზე ყოფნის დროს რა. აი ამ პროცესში უფრო მეც სწავლობ რა და შენ თავთან უფრო მეც მუშაობ, ვიდრე მაგალითად მოწინააღმდეგესთან შეიძლება მოგიწვიოს მუშაობა. ხა ერთ ბრძოლას, ორ ბრძოლას, სამ ბრძოლას ზედიზედ ნოკაუტით მოიგებ მაგალითად, მაგრამ მეოთხე ბრძოლა შეიძლება მოგიწვიოს ბოლომდე ჩხუბი და შენ იმისთვის მზად არ იქნები. იმიტომ რომ არასდროს გიჩხუბია 4 რაუნდი ან 5 რაუნდი არასდროს გიჩხუბია. და რაც მეტია რაუნდი და რაც მეტი არის შიგნით ბრძოლა, უფრო მეც სწავლობ რა. გელენიძისა და იანკოშვილის პირველი დაპირისპირება 2022 წელს გაიმართა. ეს ბრძოლა ორივე მებრძოლისთვის სადებიუტო იყო გამას რინგზე. დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში იანკოშვილმა ბაქარი ორჯერ დაანოკდაუნა და გაიმარჯვა. პირველი ბრძოლა დებიუტი ჩავატარე გამაში და პირველივე ვიჩხუბე იანკოშვილთან. იანკოშვილი არ შევაფასე როგორც სპორტსმენი, როგორც დამრტყმელი ბიჭი და ფაქტის სახეზე გამოიხატა. თან ფორმაშიც არ ვიყავი, უფრო ნაკლებად უთმობდი ვარჯიშის დროს, საფხულის პერიოდი იყო, დარბაზშიც არ ვიყავი, ასე რომ დავისაჯე რა, მაგ პირველი ჩხუბიდან გამომდინარე დავისაჯე და მივიღე ის რაც გავიარე, როგორაც მიუდექი მე მაგ ბრძოლას, მივიღე ისეთი შედეგი. ესე იგი, პირველად ორგანიზაცია არ ვიცოდი და დამირეკა გიორგი გოჩელიშვილმა. ეს იყო დაახლოებით ივნისში, მაშინ ჩავატარე კიკბოქსინგში ბრძოლა და გიორგი და გიგა იყვნენ ჩემს ჩხუბზე, ასე რომ ვთქვათ. და ძალიან მოეწონა ჩემი ჩხუბის სტილი და დამირეკეს. პირველივე ბრძოლა მომიწია ბაქართან. ეს იყო ჩემთვისაც დებიუტი, მისთვისაც დებიუტი, მაგრამ მე იმ ეტაპისთვის ბაქარზე არაფერი არ ვიცოდი და
ესე რენდომზე, ასე რომ ვთქვათ, შევხვდით ერთმანეთს. ეგ ბრძოლა დამთავრდა ჩემი გამარჯვებით. ასე რომ ვთქვათ, მაგ ბრძოლაში მაქსიმალურად ვიყავით მზად ყველაფრისთვის. და მოლოდინები უფრო ჰქონდა მეტი, ასე რომ ვთქვათ, ანუ მომხდარი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოლოდინები ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ჩხუბობთ და რასაც ვშვებით, იმაზე მეტი მოხდა, ასე რომ ვთქვათ. პირველი გამოცდილება როგორც ძალიან მაგარი იყო. არასდროს არ მწმია, ვარჯიშიც კი არ მწმია MMA-ის ხელთათმანი. ძირითადად ჩემი ხელთათმანები კრევის ხელთათმანი იყო და ნუ კიკბოქსინგშიც იგივე ხელთათმანები გვაქვს, ამიტომ ჩემთვის რაღაც ახალი იყო. ეს ახალის განცდა ძალიან მაგარი გზნობა იყო, როდესაც პირველად შევედი რინგზე და თან გამარჯვება მოვიპოვე და გამოვედი რა. იყო ძალიან მაგარი გზნობა. ამის შემდეგ მათი გზები სატიტულო ბრძოლაში გადაიკვეთა. ამჯერად გელენიძემ ტაქტიკა შეცვალა და ძალისა და კლინჩის ხარჯზე სცადა ჩემპიონის განეიტრალება. მიუხედავად ეფექტური ტაქტიკისა, იანქოშვილმა ქამარი დაიცვა. მართალია, ბრძოლა ფრედ დასრულდა. თუმცა ასეთ შემთხვევაში ტიტული ჩემპიონთან რჩება. მეორე ბრძოლაზე მოვიმზადე, თლად ისეც არ მომზადებულ ვარ, როგორც გამასუნდოდა რა. გამა არის ისეთი სპორტია, რომ აი ჩეხაუბრა, ანუ ვერ მოძრაობ, თან პაგრიშკები ცოტა სიმცირეა და გინდა არ გინდა უნდა შეხვიდე ჩეხვაში და უნდა იკლინჩაო ან უნდა იჩხუბო, მაგრამ მეორე ბრძოლაში პირველ ბრძოლასთან შედარებით კარგი იყო და ფრეა გვიწიეს. მე მოუგვე ძალის ხარჯზე, ფიზიკურად მაგაზე მეტი ვარ. სისწრაფეში მჯობია, ეს ფაქტია, იმიტომ რომ მასწრებს დარტყმებს. მაგრამ ჩემი ფიზიკური და ჩემი ჯანით დავჩაგრე. აი ეხლა მესამე ბრძოლაზე ჩემთაში 100% დარწმუნებული ვარ. და უბრალოდ ჯერა ჩემი თავის მე იმ ხელა მომზადება გავიარე. მთელი 4 თვეა ვარჯიშობ, ფორმაში ვარ, ტონუსში ვარ. არც ერთი დღე არ ჩამიგდია. ვარჯიშებ ფიზიკურად მომზადებს დავით გაგიშვილი, აი მაგასთან ვინც გაივლის ვარჯიშებს და მომზადებას, რავი, მე მგონი ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს, იმიტომ რომ ფიზ მომზადების მასტერია. კამერა რო დავიცავი, ბაქანმას დააგროვა ამასობაში გამარჯვებები და მოგვიწია ჩვენ კვლავ შეხვედრა. ამჯერად უკვე კამარზე ვიბრძოლეთ. და მოხდა ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ მოგვიწია სრულიად სხვა, ასე რომ ვთქვათ, სფეროში ბრძოლა. იმიტომ რომ ბევრი გარდამტეხი მომენტი იყო და მაგის მიუხედავად დამთავრდა ფრე. ან ესეთი შესპორება, ანუ ესეთი სპორი მოგვივიდა, რომ კლინჩაობდიო, მაგრამ რეალურად რაღაც დარღვევები იყო კლინჩშიც კი. ანუ იქ თავის წესები აქვს კლინჩს, როგორც ბოქსში არ თავის წესები და ნუ მოხდა ისე, რომ ორივე ემოციურად ავიჭერით, ასე რომ ვთქვათ და ჩვენი სპორტული დაპირისპირება, ნუ არა, რეალურში არ გადაზრდილა, ისე სპორტში დავტოვეთ. სუმავასთანაც მომიწია კლინჩი და ჩემთვის ეს პირველი არ ყოფილა, მაგრამ მან, ასე რომ ვთქვათ, ბაქარმა უფრო მასით გააკეთა ეს ყველაფერი და იყო ანუ ამ დარღვევების გატარება რა, რომელიც შეიძლება საჯმა ვერ დაინახა, შეიძლება გამოვეპარათ ან მოხდება რა ეგეთ რაღაცეები, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ბრძოლა დამთავრდა ფრედ. ტრილოგია გრან-პრის ფინალითა და საქართველოს საბრძოლო ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო ფონდით გვირგვინდება. 21 ივნისს გამას რინგი გრან-პრის მეორე ჩემპიონს გამოუშვებს.